ლოცვლას მოუნდი. აუ ეს გაუგლეჯია ნახე წენა. ნახე ახალი გატეხილია უყურე. მოგესალმებით მეგობრებო. გაჩვენებ დღევანდელ ტვირთს. აი ესეთი კონსტრუქციები უნდა ჩავტვირთო დღეს, თავისი სპეციფიკა აქვს, ჩემი აზრით საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს. ორ სართულზე დაალაგებენ, არ ვიცი რა მეტალია ზუსტად, სავარაუდოდ დურალუმინი. ესეთი შეხედულება აქვს. მითხრეს რომ ზედ არ შეიძლება ფეხით ასვლა. მეორე სართულზე უნდა დაუდონ ორ სართულად. და ვიფიქრე რომ აღლავალ და ისე გადავაკრავ ღვედებს თქო, მაგრამ ზედ ასვლა არ შეიძლება და ჩვენც უნდა დავემორჩილოთ წესებს. საფუძი აქ სავალდებულო არ არის, თუმცა მე მაგას დავიხურე, იმიტომ რომ სითხილეს თავი არ სკივა რა, აიც რა გეცემაზე ვიდან. აი მოდის ჩვენი ტვირთი. აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც ეს ტვირთი მაღლა კიდია, არის ხოლმე შემთხვევა, რომ ადამიანი ქვეშ გამოული, ახლა შეიძლება ვერ შეამჩნიო, მაგრამ სასტიკად არ შეიძლება, იმიტომ რომ არ უნდა ენდო მაინც რა. აი მილიონიდან ერთიც რო იყოს შანსი, რომ იქ რაღაც დაზიანდეს და მოწყდეს. თქვენ რომ სიკვდილის თოლფასია რა, ამხელა რკინა რო ადამიანს სადმე დაეცეს, მოაძრობს ეგრევე იმ სხეულის ნაწილს. აი ესეთი ტვირთია, სავარაუდოდ ეს არის გამწეული. ამას მიხმარება უნდა მე მგონი. ეს ახლა უნდა ავიდე და იქ მივეხმარო გასწორებაში, მაგრამ ამან ვერ შევძრები. ეგ მიეჯახ, წავალ ახლა გავუსწორებ. ორტონა ნახევარიან ზევით მაინც უნდა იყოს ეს ერთი ცალი ჩემი ამბავი. ესე იგი ქვედები მითხრეს. ამას უნდა გადავარტყა ორი ღვედი დაბლა და ამის მაღლა კიდე ორ ხაზს დაუდებენ და იქ უკვე სამი ღვედი. ესა? ნო, გამოწევ. არ მომინგრიოს კაცობრიცები. დაუნაცვლოთ, ჯიგო, დაუნაცვლოთ. ჩავიდე უკან. ოპა. რა ვიჩორ. ეს საქმე ახლა რასაც ვაკეთებ, შენი არაა რა. დაბმა კი. ძირითადად არ არის შენი ვალდებულება. რაც არ მეზარება რა. რატო არ უნდა მიეხმარო ამეთ რა? ეს მუშაობს ჩვეულებრივ. მეც მინდა რომ მალე მოჩეს რა. რაც უფრო მალე დავამთავრებ, რაც უფრო ჩემი თვალი დავრწმუნდები რომ კარგად დაიდო ტვირთი, რეზინი კარგადაა გაკეთებული. და რა უფრო მეც მშვიდად თავარ. და სამსახურსაც უფრო მალე ვამთავრებ. დასვენებისთვისაც მეტი დრო მაქვს. მოკლედ ახლა წავედი კამერას გავთიშავ, თორე კიბიდან ჩავალ რა აქედან. ჩავარდე. ხოდა. და ცუდად მიყურებენ კამერას და გერმანელები არიან მაინც. სანამ მეტყვიან მანამდე გავთიშავ ვიდეოს. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის მეორე დღე. გუშინ დავიტვირთე და ეხლა დაცლაზე მოვედი წესით. დაცლაც საინტერესო უნდა იყოს და ბარემ მაგასაც გადავიღებ. როგორც დისპეჩერმა მითხრა, ეს არის ბუდოვა, ანუ სტროიკა, მშენებლობა, სადაც მოვიტანეთ ეს ჩვენი რკინის კონსტრუქციები. სავარაუდოდ რაღაც საძირკველს აშენებენ რა, რაღაც სოფელივით არის და თან ცოტა რთული არის გზაც მისასვლელად. ამ ბავშვები იყვნენ სკოლიდან მოდიოდნენ ეთყობა და
ხელს მიწევდნენ გაუხარდათ ტრაილერი რომ დაინახეს ესეთ ადგილზე. ორი წუთი დაგვრჩა. სანამ მივალთ დანიშნულების ადგილზე. ეს გზა არის, აი გვიჩვენებს მარჯვნივ შეხვევას და შევიდეთ. ნახოთ. მედია შევეტევით. ლამაზი სახლია შეხედე. აი ეს არის გერმანული სახლებია, მაგრამ ჰოლანდიურ სტილშია რა. უფრო ჰოლანდიაში ევასებათ ხოლმე ესეთი აგურის სახლები. ეხლა რომ მკითხო რა, ჩვეულებრივი ტვირთები მირჩევნია, სტანდარტული, ერთი და იგივე თუ აი ესეთი ტვირთები, ალბათ უფრო ესეც ავირჩევ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი იყოს. არ მოვიწყინო. საინტერესო, ის ადრენალინიც კაია. როგორი ახდები ყავთ ნახე. აიძე. კონტრაქტი არ წამოუსოს ეს რა ჯანდაბა. იმედია სწორად შე. აი ესეთ მე დროს ახლა უნდა გააჩერო ტრაილერი, იმიტომ ძალიან ცუდი შესასვლელია და ჯობია რომ ფეხით გადახვიდე. ეხლა მე გადმოვედი, იმიტომ რომ ეს დავინახე ბოძი თუ რაღაცა ამ ეკრანი რა. სავარაუდოდ აქ არის ჩვენი დაცლის ადგილი. აჰა, კი ბატონო, კი ბატონო. ერთი ტრაილერი გვადგას. საშიში აღარაფერია. თავარია გასაჩერებელი ადგილიც არის. ახლა გვერდზე გადავალ. ეგ ტრაილერი სავარაუდოდ. ხელს გვიქნევს ეგ კოლეგა. ავიღოთ და სამსახურის ტელეფონით წავიღოთ, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვირეკოს დისპეჩერმა. სამი დღეა მირეკავს, რომ ჩემი GPS თურმე არ უჩვენებს. და კომპიუტერში ვერ იგებს, სად გევარ, მუშაობ თუ რას ვაკეთებ, ვერ იგებს და ხშირად მირეკავს ხოლმე, მეკითხება რას ვაკეთებ. კარგია რომ ვერ არ უჩვენებს ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ის არის რა შემაწუხებელი, რომ ყოველ საათში რო გირეკავს, აბა რა შვები მუშაობ. აი ეს არის ჩვენი დაცლის ადგილი, პატარა სტროიკა, როგორც ხედავთ. ტალახიანი ის არის ესეთ. ტალახში იშვიათად ამაგხულმე. Servus. Da im Container. Okay, danke. Es schöne Kompanie da. Привет, коллега. Как дела? Нормально. Видишь, только мне начали, и ты приехал, видишь, я же хотел не торопиться. Перерыв долго было у них? 2 часа, правда? Примерно да. Hello? Jos? Hey. I have unloading, same something, same elements. Uploading. Yes. Where I have to sign or? Yes, please. I need stamp or you have stamp? Stamp. Stamp? Yes. No, just sign. So your name, surname, and signature. Okay. Thank you. And do you need this one? Okay, can you take it? I will send my company. Okay, so unloading will be same place, yeah? When do you arrive again? Or just for now or? Yeah. Oh yes, same place. Okay. Thank you. Благодарю. Солнце подписал? Да, это хватит, да, только вот здесь. Ну, наверное. Я тоже буду просить у них печать, наверное, нет? Ты Я спрашивай. отправлю сейчас фото у Марека. Я еще не отмечал. Они посмотрели и начали выгружать. Ага. დაიცლება ჩვენი კოლეგა და
ჩვენც შევალთ. მაგარი Mercedes-ი მიუციათ ახალი აკტროსი. ძალიან მაგარია. მაგრამ რა თქინა ხელფასებს არ გვირიცხავენ ეს ბოლო თვეები და გინდა Mercedes-ი მიცან, გინდა Porsche. Porsche-ს ტრეილერი კი არ არის, მაგრამ პლასტიკები არ დაგვაუწყდეს. ორგენ საღამოა და მორგენ მეთქი მეც მაგარია. არა გერმანულში მე ესე იგი დაგებრუნდით ისევ. გადაში გვიღებ ხოლმე კამერას რომ თან ვეხმარები რაღაცეებში. აი ესე ტალახში სხვათა შორის აი ძალიან იშვიათად თუ მაგ დაცლა და აი მე ზიზღება ხოლმე რა ისურები და ნახევარი ტვირთი უკვე დავცალეთ. ნელ-ნელა მიდის დაცლა. კარგია რა ორივე მხარის გახსნა არ მომიწია რა. ერთი მხარე გავხსენი. სახურავით არა მიხდია და ნუ ეს ნორმალურია ხა. ძალიან დიდი ხანი. მოდი. აქ ვეხმარები რომ ლაპები. ოკეი, დავაი. ეს ლაპებით რო შემოდის ვერ ხედავს და მეორე ელემენტს რო არ მოარტყას და არ დაზიანდეს. აქედან უნდა უყურო. შუმახერი ხარ, დედასპიცა. ალახში ჩავარდა ეს ღვედებით. არა უშავს. როცა საქმე კეთდება, ხან გაიცურება, ხან გაიგლიჯება. ხან გადასაგდები გახდება, მაგრამ არა უშავს. სუპი მაქვს, სუპს ავჭა. всё. მე ხა ამას რო დაცლის, აი ესენი რა დარჩება, მისალაგებელი ამას დაბლა შევალაგებ პლასმასის ყუთში. ამ ღვედებს გადავკიდებ. დისპეჩერმა უკვე. ესე იგი აქამდე ჩამოსვლას მოუნდი. აუ ეს გაუგლეჯია ნახე წენა. ნახე ახალი გატეხილია უყურებ. აქ არის ჩამოყრილი საღებავები. ეთყობა წინა ელემენტს რო იღებ და აქ ძალიან ღრმად შემოყვდა, ამას მოარტყა. ამიტომ უნდა რა ყურება. ეხლა ეს დიდი დაზიანება არ არის, მაგრამ ძალიან რომ მოწოლოდა, შეიძლება და ეს გაეხია და ამხელა მთლიანი ელემენტი მე რა უნდა გახდეს გადასაგდები, ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ. აქაც მოურტყია უყურე. და რას ვამბობ? ესე იგი აქამდე ჩამოსვლას მოუნდი, მთლიანი დღე რა, გასავლელი მქონდა 630 კილომეტრი. 630 კილომეტრის დაფარვას მოუნდი დაახლოებით 8 საათი. დღის განმავლობაში მძღოლს უფლება აქვს ატაროს 9 საათი. რავი არა ჩიგარო. მოდი. მოდი აბა მოდი. მოდი. ოკეი. აია. მედია პრინციპს არ აგლეჯავს, იქით ღვედებია და არ ჩანს კარგად. სიმძიმეები მოიტანა. და დაინახე როგორი მშენებლობა მიდის. ხედავ გერმანელები, ესე იგი სადაც გაიხედ, გამოიხედავ, სულ ყველგან რაღაცა შენდება, აი სულ ყველგან რა. და საფრანგეთში რო დავდივარ ხოლმე, ძალიან იშვიათად ამ კომპანიიდან, მაგრამ როცა დავდივარ, ხშირად შეხვდები რაღაც მიტოვებულ შენობას, ძველ ქარხანას. გერმანიაში ძალიან იშვიათია. მიტოვებული მაგალითად მე აქ შენობა არ მინახიათ ან არასდროს. აი დიდი ქარხანა რო იყოს და ვიღაცა მიატოვოს, აქ ძალიან დაბალია შანსი. კამერას დავდივარ.
აი ესე კიდევ ხოლმე ღვედებს. სიო, მარტივია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე მარტივი ღვედების დაკიდების წესი არის ეს. არანაირ გადაყვანდა. ეხლა ჩავალ დაბლა. ამ პალატკას აქეთ გამოუწევ. რკინებს ავალაგებ. შევალაგებ ღვედებს, რკინებს რაღაცებს და всё ეგ არა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ თუ მოგეწონათ ვიდეო. და ეცადეთ დაწეროთ ხოლმე კომენტარები რა, რაზე გესიამოვნებათ შემდეგი ვიდეო რო ჩავწერო. და რაც უფრო ბევრი კომენტარი იქნება და თუ ჩავთვლი რომ საინტერესო ვიდეო გამოვა, აუცილებლად გადავიდე.